სალამ. დღე 5 წონის მატების 100 კილომეტრს მატებს. ხო და მოკლედ ახლა ისე თქვა მინდოდა რა. ანუ ის ვიდეო რომელიც დღეს უბრალოდ გუშინ დავდე რა. ვარაული მაგ ახლა ტვინი და მოკლედ იმას ვიტყვი რომ ერთი დღით გვიანხოვდებ ხოლმე ვიდეოებს და ის ვიდეო ახლა რომელიც გუშინ დავდე წესით ამ წამსვლელში მაგის იმას წედით რა და 8 საათზე დავდებდა. ნუ ხო ახლა არის უკვე მეხუთე ვიდეო წონის მატების პროსტად ეს და ახლა პირველი რასაც ვიზამთ ესაა რომ ზუსტად წყალს დავლევ რა. ანუ 1 ლიტრა ნახევარს და მე შევეცდები თან ისინი შევჭამ. რა ქვია? ბუტერბროდები. ნუ ხომ დავიწყოთ ჯერ ამის გაკეთება, თორემ ლაპარაკი შორსაც აგვიყვანს. ცოტა მოსაღამოთ და ჩემი მეორე საკვები არის აქ ნასკი რატო დევს არ ვიცი მაგრამ ხო ანუ კატლეტი, პიურე და წიწიფურა. თუ წესით 2 კატლეტი უნდა მეჭამა, მაგრამ 1 კატლეტი მქონია, ამის გამო რაღაცების დამატება მომიწია. თუმცა ვფიქრობ კარგი იქნება რა. გემოც ძალიან კაი აქვს და სუნეცი. ნუ ახლა მივდივარ ჯიმში. ნუ ცოტა ადრე მივდივარ, თქოს იმიტომ 12 საათია და ახლა მივდივარ. ხო და ცოტა კიდე მწვანეა კიდე, იმიტომ რომ გამომაყარა. მაგრამ რას ვიზამთ? კაცრო ანუ დამინახო შეიძლება ეგონოს რომ სტეროიდებზე ვარ. აკნეს გამო. ნუ ხო. მე-4 საათზე ახლა ლიფტი. მე რომ მოვალ გავიკეთებ პანკეიკებს და ძეს დავლევ რა. თან შეიძლება რა რომ დღეს ადრე დამეძინოს, იმიტომ რომ ცოტა მოთენთილად ვცნობ თავს. ან ბიცეპსების ვარჯიში მინდა, მაგრამ ბიცეპსები ვარჯიშობ ტკივა, პრესებიც ტკივა. მაგრამ ჩხარა დამთავრდება ვარჯიში. ხო და კიდე ისე თქვა მინდა, ის არის რომ საბოლოოდ ეს ბაიკა ბიცეპსებზე მიჭერს რა ცოტას. ეს იმას რომ ბიცეპსები უფრო გამიზარდა. ნუ ხო, ჩეკის გავიდა უკეთებდი და დროა ჩავიდა. ვარჯიში მოვჭი და წამოვიდი სახლში. ნუ ვარჯიშამდე კიდე ტუნავდი რა. სიმაღლეთვის ეგ მეხმარება მაგრა და სულოფლიანი ვარ ახლა ცოტა რატომღაც ანუ თან ვიბანავ და არ მინდა რომ გავწვიდი რა. და რას ვიზამთ ახლა? ახლა რასაც ვიზამთ ეს არის გავიკეთეთ პანკეიკებს და მივაყოლებთ რძეს. ნუ აი ამის ვიზამთ. მე და ხალხი არ გაიღვიძებს ახლა ჩემ ბლენდერის ხმაურით. მაგრამ რას ვიზამთ? I need my protein. ხახო ნახე, სუპა გულკინგზე ვარ და ნახე რა დაიწყე ჩემმა. თქვენმა სასუცნოებს მოიტანენ ისინი. იმენა ხახო ქუჩალიჩებენ რა. ეს არის უნივერსალი. როდესაც კიდე რომ რაღაც სუპად გააკეთო, რა თქმა უნდა ყველაფერს მოიტანენ რა იმენა. დირთი პარკინგზე არ მქონდა თამდენი. და ახლა პანკეიკებს არ ჭამ და თითქოს ვუჭჭავს და სადაც არ უნდა გავაყო, მაცივარს გავაღებ, აქეთ ნაყინი დევს. პატარა მაცივარს გავაღებ. ისე აკაც პატარა აკაც 1-4 წელი ნაყინი დევს, იქით ჩიპსი დევს. აი, ხომ მიჩალიჩებენ. ნუ ხო, უნდა გავუძლო და არ უნდა შევჭამ. შეიძლება რომ გაიყვიძოს ვერ ბაგასვაჭო ყველაფერს. დღე 6 წონის მატების და ისეთი ფაქტი მინდა ახლა ნუ ამ ვიდეოს რა თქმა უნდა ერთმანეთს ვაბამ ახლა. იმიტომ ძალიან მოკლე ვიდეო გამოვიდოდა და ბარემ 2 დღე ერთად იყოს მეთქი, იმიტომ რომ თან დღეს რეჟიმიც გამოვასწორე. ასე ვთქვათ, იმიტომ რომ გუშინ დავიძინა ღამის 3 საათზე და გავიღოდე დილის 7 საათზე რა. ძალიან ცოტა ხანი მეძინა, მაგრამ ენერგიით სავსე ვარ. ანუ ცოტა დაღლილი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ანუ გამოსწორებით ეს იდეალურია რა. დღეს ადრე დავიძინებ. 8 საათზე რო ვიდეოს ავტვირთა, უკვე დაძინებული ვიქნები წესით რა. იმიტომ ცოტა ახლაც მეძინება. ახლა ვაკეთებ კიდე პანკეიკებს რა. ანუ გუშინ ღამეთაც პანკეიკებს ვაკეთებ და დილითაც პანკეიკებს, იმიტომ რომ დედა ჩემ ჯერ არ მოსულა სამსახურიდან და კატლეტებიც არ არის. თუმცა მაცივარში სავსეა ნაყინები, რომელსაც მე არ შევჭამ, იმიტომ რომ დირთი პარკინგზე არ ვარ და ცოტათი უნდა მოვიმატო წონა. ანუ თვეში 2 კილო რომ მოვიმატო, საკმარისი იქნება. ისე ძალიან გრძელი ის გამოვა რა. რანი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ 100 კილომდე ასასრულებ დაახლოებით დამჭირდება 2 წელი. ChatGPT-თვის სწორად მეუნება. ოღონდ სუფთაზე რა, ანუ ნაკლები ცხიმი და რაღაც აი დაკონტროლება ვიყო რა, სუფთა კუნთის მასით და 32 კილო, უბრალოდ 27 კილო კუნთის სუფთად მასა, ანუ თან ანუ რას ვიძახ 27 კილო კუნთის მომატება რა, სუფთაზე და ნატურალურად არის, რა
თან მით უმეტეს 2 წელში თითქმის შეუძლებელია, ასე რომ ვთქვათ. თუ რაღაც ელიტარული გენეტიკა არ აქვს და მე კი ვაპირებ ახლა 100 კილომდე ავიდი, მაგრამ ცხლის პროცენტულობა ალბათ 15% მექნება, როგორც ახლა რაღაც 17-15%-ში მერყეობს რა. როცა სწრაფად იწება პანკეიკები და რავი რა, ნუ ვიხოდებით ცოტათი რა. აუ რა ასე ვთქვათ, ახლა გადამღები რო არ მყავს კამერამენი და ჯიმში რო არ ვიღებ რა ვიდეოებს, ვფიქრობ ძალიან დებილობა ვიდეოები გამოდის, ასე რომ ვთქვათ. არ თავარ მუღამს ის აძლევს, რომ ადამიანმა უყუროს შენ ვარჯიში რა, როგორ იქცევი ჯიმში. ხო და გადამღები რო არ მყავს, მაგარი დებილობა ვიდეოები გამოდის, მაგრამ მაქსიმუმ არა, მინიმუმ 1 თვეში უკვე მეყოლება რა, წესით გადამღები და რო გადამღები მეყოლება, მე საბოლოოდ უკვე ამოვისუნთქავთ რა. ანუ მუსიკებს დავადებ ხოლმე ჩემ ვარჯიშებს და 1-2 წუთიანი, 3 წუთიანი მთელი ვარჯიშის მონაკვეთი გადაღებული იქნება რა. და ახლა მეც რო უყურებდი რა, თქვენი თვალსაზრისიდან, ანუ თქვენი ადგილიდან მეც ბევრად უფრო მეტად გამისტორდებოდა ადამიანის ვარჯიშის ყურება. და არა მარტო მისი ლაპარაკი და იაპინგი და გაუჩერებლად თმების სტორები. ხო. ახლა სანამ ეს შეიწება, მე მეორე ჯერაც უნდა ჩავასხა. მე ამას მეოჯირო ჩავასხა. მე იმას ვიზამ რა ქვია, და გაცივდეს. ტოსტების გაკეთება მინდა, მაგრამ ყველი არა მაქვს, მე მგონი დამთავრდა ყველი. ინტერესია. ო, დამთავრებული, მე ყველაფერი დამთავრებულია. კიდე კაი კვერცხები მაინც იყო, თორე დიაჩემს უსლამდე დავჭებოდი მშიერი. ნუ მთლად მშიერი არა, იმიტომ რომ ფული მაქვს და ჩავივედი და რაღაცებს ვიყიდით ახლა კვერცხს და რაღაცებს. მაგრამ მაინც რა. ახლა მოვჩიჭამაც რა და ცოტა დამწვარი კი იყო, მაგრამ მე არაფერი რა. დამწვარის მიყვარს როგორც უკვე გველდროებშიც ვახსენე. უყარად გავიბერე კიდეც იმბელი ჭამა. კაი იყო რა. და ახლა მალე ცოტა ხანში ვაპირებ, წავიდე სავარჯიშოდ რა, 1-2 საათში სადღაც ასე რა, მანამდე იქით აგეთიული ისევ და ხო, იგი აგეთიული ცოტას მუცელი იქნებ ჩავებუშოს და მე ხო, დავთავრიშოთ. ახლა მივიდივარ ჯიმში და აი, მაგარი დაღლილი ვარ, ესე ვთქვათ რა. მოვედი ჯიმიდან, საშინლად დაღლილი ვიყავი, ისე მეზარებოდა წასვლა, მაგრამ მაინც წავედი და ვავარჯიშე ზურგი რა. მაგრამ რაღაც ეფექტურად ვთქვათ ვივარჯიშე, მაგრამ ისე რა იყო. გავუსწორე. ხო. და რომ მოვედი მე და ჩემოკატლიდები დამახვეთ რა. ახლა მას შევჭამ. დღეს არ მგონია რაც კალორიები მქონდა მისაღები ის მივიღო, იმიტომ რომ მაგრამ მეძინება. შევჭამ ვიდეოს ავტვირთავ და დავიძინე. ხო, დღესაც ეს სულ ეს იყო. მედია შეგვდებით ხოლმე. ნახვამდის.